მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ ალუჩის უგემრიელესი ჯემი, რომელიც გარდა იმისა, რომ არის ძალიან გემრიელი, არის განსხვავებული სტრუქტურის და ფერის, ამიტომ აუცილებლად უნდა სინჯოთ. შინაურულის არხზე არის უამრავი ჯემის და მურაბის რეცეპტი, სპეციალურ ალბომში კონსერვები. პირველ რიგში ქვაბში მოვათავსოთ გარეცხილი მწიფე ალუჩა. თუ მწიფე არ არის, უბრალოდ მეტი შაქარი დაგჭირდებათ. ალუჩას დავასხათ წყალი, ისე რომ ოდნავ ფარავდეს და დავადგათ ცეცხლზე. ვადუღოთ ადუღებიდან ზუსტად 10 წუთი. შემდეგ გავაჩეროთ და გავაცივოთ. გაცივებულ ალუჩას გამოუწუროთ წვენი და მხოლოდ ცაცერში გავატაროთ სქელი ნაწილი. შემდეგ გაწურულ ალუჩას დავაყაროთ შაქარი, 1 კილოგრამ ალუჩაზე 500 გრამი შაქარი და ვურიოთ, სანამ შაქარი არ გაიხსნება. დავადგათ საშუალო ცეცხლზე და დროდადრო მოვურიოთ, რომ არ მიგვეწვას. დუღილის პროცესში აუცილებლად მოვხადოთ ქაფი და ვადუღოთ უკვე ძალიან დაბალ ცეცხლზე. და ასე ვხარშოთ მანამ, სანამ ჩვენს უგემრიელეს ჯემს ქაფი არ გაუქრება. როცა ქაფი გაუქრება და ჯემი განახევრდება და კარგად ჩასქელდება იმ სტრუქტურამდე, რა სტრუქტურამდეც ჩვენ გვსურს, რომ ჯემი გქონდეს, ვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. რა თქმა უნდა, დროდადრო მორევით, რომ არ მიგვეწვას. როგორც ხედავთ, სტრუქტურით უკვე ჯემი არის ძალიან სქელი და მზად არის, რომ სტერილიზებულ ქილებში მოვათავსოთ და მოვხუპოთ. ეს უგემრიელესი და ძალიან არომატული ალუჩის ჯემი განსაკუთრებულად უხდება ტარტალეტკებს. ტარტალეტკების რეცეპტებიც არის შინაურულის არხზე, მათ შორის სამარხო ტარტალეტკების რეცეპტებიც. ეს ის ჯემია, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ და დააგემოვნოთ. დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა, რომ გვიყურეთ. მომავალ რეცეპტამდე.